ალბათ ონინელი მოგესალმებით, როგორ განდებით. გალოდინეთ ცოტა ბოდიში. მაგრამ შვენიერ გარემოში და მე ორმაგ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ სპექტაკლის წინ ვიხელთ ეს დრო. რადგან სპექტაკლი გეწყებათ, მე ვიცი რომ სპექტაკლის წინ არ არის ადვილი ეს და თან. ხო, საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ რადგან ამდენი გალოდინეთ მეც, ამიტომ საკითხია მომნები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირველ რიგში მინდა დავიწყო კიდევ ერთხელ ოფიციალური აღთხოვანებით მოლოცვით ამ სპექტაკლზე, რომელიც დღეს გაქვთ, სახლი აგვისტოს ძეზე. და სადაც დავდივარ მასმერად პრემიერა ნახე ყველას ვეუბნები რომ ალბათ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინეთ ჩემზე სპექტაკლმა და თქვენმა როლმა და მე აი ჩემი პირადი პოზიცია რომ ალბათ ერთ-ერთი თქვენი არაჩვეულებრივ ნათამაშები როლია და ზოგადად სპექტაკლი და საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვალ და მთელს ესე იგი ნიკა ჩიკვაძე დაწყებული მთელს ულოცა არაჩვეულებრივი სპექტაკლია და კიდევ ერთხელ ურჩევ ყველას რომ ნახონ ეს სპექტაკლი იმიტომ რომ ვინც ნახა ისე უნდა ნახონ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ქალბატონინელი, ალბათ ამაზე ბევრგან გისაუბრეთ. მე სხვა რაღაცების გამოკითხავთ ახლა ამას. სუ პირველად, აი როდის გახსოვთ ბავშვობაში რომ მოგინდათ მსახიობობა და რატო? არასოდეს არ მომდომები ამ მსახიობობა. უბრალოდ მთელი ჩემი ბავშვობა ვთამაშობდი. ოღონდ აი ეს სურვილი რომ ეს ჩემი პროფესია ყოფილიყო, არასოდეს არ მქონდა. თუმცა კიდევ ამბობ პირველ კლასში, ესე იგი პირველი კლასიდან ავიყოლია ჩემი მეგობრები, რეჟისორიც ვიყავი, მხატვარიც ვიყავი. მე არ მომწონდა ისინი როგორ თამაშობდნენ და ყველა როლზე ვეუბნებოდი ეგრე არა გამოდით და ისინი ამბობდნენ მაშინ ეს შენი თამაშე და გამოდიოდა რომ ყველაფერი მე უნდა მეთამაშა, იმიტომ რომ ძალიან ჩართული ვიყავი ამ ამბავში. სულ აქტიური ვიყავი ამ თემებში, მაგრამ ეს იყო ჩემი უფრო გართობა, ვიდრე ფიქრი რომ პროფესიად მეკცია. ეს არასოდეს არ მინდოდა. და ფიქრეთ როდის ჩამოყალიბდა? არ ჩამოყალიბდი ბოლომდე, მცხვენია, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მხოლოდ გასართობად. გასართობად კი არა, აი რაღაცა დროის მოსაგებად, რომ მიმხვდარიყავი რა მინდა ამ ცხოვრებაში და ვინ მინდა რომ ვიყო. ერთი რაც ვიცოდი, არ მინდოდა ისეთი პროფესია, რომელიც რუტინას დაემსგავსებოდა და ერთი და იგივე უნდა მეკეთებინა ყოველდღე. ამიტომ ვფიქრობდი ჟურნალისტიკაზე. იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით მაშინ ახლა რაც პროფესიები იყო ეს იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანებს ხვდები და რაღაც სხვადასხვა ენერგეტიკას და სხვადასხვა რაღაცა ინფორმაციას იღებ და არ იქნებოდა ერთფეროვანი. თუმცა აი ბოლო წლებში მე-10 კლასში ჩემი მეგობრის დეიდამ დამაძალა უბრალოდ რომ შენ ძალიან კარგი მონაცემი გაქვს სამსახიობო. მადლობა მეგობრის დეიდას. კი, ესე მოხდა მარინა აბაშიძე, ვერ დავივიწყებთ ამ ამბავს. და წამიყვანა მე-9 კლასში თეატრალურ ინსტიტუტში ტარდებოდა ხოლმე გამოცდის წინ თუ გახსოვთ მოსამზადებელი რაღაც პერიოდი ერქვა. გურამ რჩეულიშვილი იყო მაშინ მე მგონი, ჩერქეზიშვილი არა, გურამ ჩერქეზიშვილი ესე მახსოვს, ვისაც მიყავდა ეს. და ჩვენ ტყილი ვთქვით, ესე დაიწყო ჩემი ესე იგი შეხება თეატრალურ, რომ ვარ მე მე-10 კლასელი და ვემზადები. სინამდვილეში ვიყავი ჯერ მე-9 კლასში, უბრალოდ დასაზვერად წამიყვანა, ეტყობა რომ მომდომებოდა ეს. თან რეკლამას უკეთებდა, იცი რა საინტერესოაო, ესე იგი ხო იფარიკავებ, რაც გიყვარსო, ყველაფერი ხელოვნების ისტორია, მუსიკა, იქო იპოდრომზე დადიან ცხენებზე, ნუ ყველაფრით მომხიბლა, რომ ეს არის საოცნებო დაწესებულება, სადაც მე გავიფურჩქნები. და მე-9 ამ ბატონმა გურამმა რატომღაც ამომიჩემა ამდენ დარბაში ბევრი ადამიანი იყო და მითხრა რომ აბა თქვენ გაბრძანდით და რაღაც ეჭუდი გამაკეთებინა. მე ხლა არ მახსოვს რა გავაკეთე, მაგრამ მახსოვს რომ რაღაც გამოვიწვი, ეთყობა ძალიან დიდი ინტერესი, იმიტომ რომ დამთავრდა ეს ლექცია თუ გაკვეთილი თუ შეხვედრა. გურამმა ეთყობა იფიქრა რომ ეს დეიდა წამომყვა, დეიდა იყო ცოტა უფროსი ჩემზე, მაგრამ მიხვდა რომ ჩემი პატრონია და იცით რა, აუცილებლად ჩააბაროსო. აუცილებლად თუ ველოდებით რომ მოვიდესო გამოცდაზე და გავწითლდით მეც ისიც და ნუ ჩვენი ტყუილი ვთქვით რომ იცით მე-9 და აი ისე შემწვა ნეტა მიწა გამსკტომ უნდა თქო და ეს რა დამემართა და გაეცინა უბრალოდ არაუშავსო კიდე 1 წელი აქო წინო და აუცილებლად თუ მოდითო. აი ესე მოხდა ჩემი თეატრალურ ინსტიტუტთან კავშირი. და მე სულ ყველგან ვაღიარებ. მე ესე იგი ჩავაბარე ბატონ შალვა გაწერილია ჯგუფი იყვანდა ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩავაბარე ბატონ შალვასთან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რომ არ მოვხვედრილიყავი ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან, მე არ იქნებოდით თუ არა არის?
არა, არ დავჭირდა. განაპირობა ბატონმა მიშამ? ბატონმა მიშამ განაპირობა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა კომპლექსები მომიხსნა, რაც ბატონ შალვასთან მქონდა ეს სულ დამცინოდა ხოლმე ბატონ შალვას ადმე შეხვდებოდი, კიდევ გეშინიათ, ჩემი შიში მქონდა ფიზიკური, მიუხედავად ისა, რომ ძალიან მიყვარდა ბატონი შალვა. იმასაც მე ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი ფავორიტი ვიყავი მის ჯგუფში, ესე იგი ჩვენ არანაირი უთანხმოება, კონფლიქტი, ესეთი რამე არ მოგვსვლია, აი არაფრის დონეზე, მაგრამ მუდმივად ვიყავი დაძაბული და შიში. საშიში კაცია. აი, რაღაც რისი მეშნოდა არ ვიცი, რომ რაღაცა არ მოეწონება, რასაც მე გავაკეთე. ეს პოტენციალს ეს რაღაცა მიღავი თუ ეს ფლეიფი ქონდა, რომ აი უნდა ყოფილიყავი დაძაბული, თუმცა ჩემთვის იყო უსაყვარლესი. არა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენ მეგობრობდით მე და ბოლო წლებში სადაც შემხვდებოდა კიდევ გეშინიათ, ჩემი მეწყოდა ხოლმე და ჩავეხუტებოდით ერთმანეთს, რამდენადაც ბატონ შალვა შეიძლება რომ ჩაეხუტო. მაგრამ ბატონმა მიშამ განაპირობა ეს ყველაფერი. ბატონი მიშა რო ყოფილიყო სულ ვამბობ ხუმრობით რომ მე შახტე, არ ვიცი, ექიმი, მე სადაც ის იქნებოდა, იქ ვიქნებოდა. აი ეს ხიბლი ქონდა ხო ბატონი მიშა? გადამდებულობის. სასწაული. აი ისეთი რამე იყო. ეხლა ჩემი ჯგუფელები ხანდახან ამბობენ რაღაც და გულდაწყვეტით, რომ ვაიმე რამდენი დრო დავკარგეთ ბატონ მიშასთან, არ ვიცოდით და აი რაღაცა ხან დალევა უნდათ ბიჭებს, ხან გოგებს სადღაც წასვლა უნდათ და მე ბედნიერი ადამიანი ვარ, არ ვიცი რა მოხდა, აი ჩვენი კონტაქტი ისეთი მოხდა პირველივე წამიდან, რომ აი არაფერი არ დამიკარგავს, ვიყავი შეპყრობილი ბატონ მიშათი. და ბედნიერი ვარ, რომ არც ერთი წამი მე არ დამიკარგია მასთან ურთიერთობის. მერე თავისთავად ის ბედნიერება მოხდა, რომ ბატონმა მიშამ წაგვიყვანა თავის ახალშექმნილ თეატრს, რომელსაც მაბოდებდა და ვოცნებობდი. როცა დავამთავრე, თქვენ იცით, რომ ამთავრებს ვინმე ახალგაზრდა მსახიობი, სხვადასხვა თეატრებიდან მოდის რაღაც შემოთავაზებები და იყო ასეთი ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, მაგრამ პირველივე წამს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მომხიბვლელი თემებიც იყო ძალიან ბევრი, მე ძალიან, ესეც ვთქვი, ძალიან კატეგორიულად. თუ ბატონი მიშა არ წამიყვანს თავის თეატრში, მე მსახიობი არ ვიქნები. ეს იცოდა ბატონმა მიშა? არა, რასაკვირველი, ეს არ მეთქვამს არასოდეს. რატო უნდა მეთქვა? ხო. არ ვიცი. ხო, არა, ბატონმა მიშამ იცოდა, რომ ის ერთგული ვიყავი, ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი მას როგორც ძალიან დიდ შემოქმედს, გენიოს, არ ვიცი, ძალიან დიდი იყო ბატონი მიშა. ძალიან დიდი. დიახ. იცით რა მინდა კითხოთ? აი ეს რა თქვით, რომ არც ერთი წუთი არ დამიკარგოს ბატონო მიშთან. ესეთ ადამიანებს ჩვევიათ, რომ მაშინ ჩვენ ვფიქსირებთ და მერე წლების, ათწლეულების მერე ხვდები, რომ აი ახლაც გძნობთ მაშინდელ მიღებულ წუთებს, ახლაც ხდება ეს ნაპერწკლები? გძნობ, მუდმივად, როცა გამიჭირდება პირიქით, სულ არაფერი არ დამვიწყებია. ასე ვთქვათ, ის ბედნიერება მარგონა უფალმა, რომ შევხვდი ამ ადამიანს და ამ ადამიანმა ხეზე ცოცვაც მასწავლა, არ დამიმალა. ეს იშვიათია, მე ესე მგონია. პროფესიაში იშვიათია. ალბათ იყო, რომ მიმღებლობაც მქონდა ამისი და მასაც სურვილი ჰქონდა, რომ მეტი გამეკეთებინა ძალიან. ერთადერთი, რასაც მე ვნანობ ბატონ მიშასთან ურთიერთობის დროს, რაღაცა პერიოდში ბატონმა მიშამ შემომთავაზა, რომ ყოფილიყავი მისი ასისტენტი, როცა რეჟისორებთან კურსი აიყვანა ჯგუფი რეჟისორების, ეს იყვნენ დოი, დათო საყვარელი, აი ეს ჯგუფი, რეჟისორები, სარეჟისორო ჯგუფი და მითხრა, რომ იყავიო რა ჩემ ჯგუფში ასისტენტი და მე მაშინ ჩემი ახალგაზრდობის და სისულელის გამო ეს ჩავთვალე, რომ მე მას როგორც მსახიობი აღარ ვაწყობ. და იყო ძალიან დიდი, ესე იგი, შეხლა შემოხლა, ესე იგი ძალიან მეწყინა, მეოთხე ესე იგი თქვენ არა გოგო მითხრა, მინდა რომ კიდე ბევრი რაღაცა ჩემ გვერდზე იყავი, მინდა რომ რაღაცა შენ ეს შეგიძლია და მოდი ჩემ და მე ავყარეთ ლინკები და აი რასაც ვნანობ დღეს, რომ მე ის შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან არაფრით არ დავთანხმდი. ის კი არა, მე შერიგების მომენტი ქონდა ერთი კვირა, ასე იყო საქმე, ქალბატონი ლეილა ჩაიზე გვეპატიჟებდა, რომ რა ვაწყენინე ამისთან და მოვიდეს ჩაი დავლიოთ. მოგე ძალიან ნუ ეს არის ახლა ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, უვიცობა, მოდით ვთქვათ და აი რა ვიცი რა ქვია კიდე მაგას. ქალბატონინელი, თქვენ იმ პერიოდზე საუბრობთ ახლა, როცა სხვა რეჟიმი იყო, სხვა წყობილება იყო და თქვენ იტყავით, რომ აი როცა ჩააბარე და ბატონი მიშას გადახვიდეთ, სულად მოცული იყავით ამით და დღე და ღამე ალბათ ამით ფიქრობთ. თუ გახსოვთ, აი როდის
გაჩნდა თქვენ ცხოვრებაში ფიქრი ღმერთზე, რელიგიაზე, ეკლესიაზე, აი რა პერიოდში დაიწყო და როგორ? მე ეხლა ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ღმერთი ყოველთვის იყო ჩემ ცხოვრებაში. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ამის სახელი მე არ ვიცოდი, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ როცა გამიჭირდებოდა, მე ვიცოდი, რომ რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ ვთხოვდი მას დახმარებას. და ნუ ეს თქვენ თვითონით თუ უბრალოდ გაგებული ქონოთ? შეგრძნებით, აი შეგრძნებით მე რაღაცა რომ მიფარავს, რაღაცა მიფარავს და როცა მე ძალიან გამიჭირდება, მე შემიძლია მას ვთხოვო და აუცილებლად დამეხმარება. ამ დახმარებას გრძნობდით? კი, ამ დახმარებას გრძნობდი ძალიან ცხადად. ეს ეხლა რაღაცა ძალიან ცუდი რაღაცა თქვი ალბათ ნამეტანი, მაგრამ როგორც ბავშვი მე ამას გრძნობდი, რომ ძალიან გულწრფელია. ხო, და ერთხელ ძალიან სასაცილო ისტორია იყო ესეთი, რომ ну გვიან მოვინათლე, მაშინ ისეთი პერიოდი იყო, მამაჩემ ძალიან თანამდებობის რაღაც იმაზე მუშაობდა, როგორც იყო და როცა ერთ-ერთ მივლინებაში მამა გაუშვა ბებიაჩემა, ჩუმადეკრე. ხო, იმიტომ რომ თან სიონთან ახლოს ცხოვრობდი და ბებიაჩემი ესეთი ეკლესიური ქალი იყო, ოღონდ არეული რო აქვს, ხო იცით ყველაფერი. თან რაღაცას რო იტყო და ეშმაკი დააბი, ამასაც იტყო და რაღაცა დააკაკუნება, აი, ნუ მიახლოებით რაღაც ესეთი თვალს მაბავდა. ხალხური ტრადიციები. ხუძე მაბავდა, ესე იგი თვალი რო არ მცემოდა, დამაბავდა რაღაცას, მიმიკერებდა ხუძე და რო დავინახავდი სარკეში, მოვხსნიდი, მეორე დღეს სადღაც პარტოზე მეკერა, მოკეთ აი ასეთი ის იყო, მაგრამ რასაკვირველია მისი დამსახურებაა, რომ წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა და მე 7 წლის ვიყავი, როცა ასე ვთქვათ, მომნათლეს, გვიან მომნათლეს. და მახსოვს, რომ სკოლაში მივდივარ, ესე იგი ძველ თბილისში ვცხოვრობ და 39 სკოლაში მივდივარ, ესე იგი მთელი ეს ლესელიძე, ეს ყველაფერი ნავიარო. და ეს არის აი ესეთი, ხო იცით, ებრაელების, სომხების, ესეთი უბანია ეს არაჩვეულებრივი შესანიშნავი რაღაცა, ნარევი თბილისის, ძველი თბილისის და დილა უთენია მივდივარ დიდი ჩანთით, პატარა ვარ, მოგეთ პირჯვრის წერა ეხლა ყოველთვის ვიცოდი, ბებიაჩემისგან ვიცოდი. და მივდივარ რაღაცა მეორე კლასში, როდის არის ხელსაყრელს, როდის იკეთებდნენ, აღარ მახსოვს ეხლა რაღაც აი მაგ პერიოდისა ვარ, მეორე თუ მესამე, ნუ მოგეთ რაღაც პატარა ვარ. და მივდივარ დილით და არ ვიცი, უცებ რაღაცაზე დამჭირდა თხოვნა. აი რაღაც არ მახსოვს, ეხლა ეს იქნებოდა სისულელე, რომ ან გაკვეთილი არ ვიცი, ან არ გამიძახონ, ან რაღაც არ მინდა დღეს რომ რაღაც არ ვიცი, რაღაცა ბავშვური. და დავიწყე პირჯვრის წერა. ქუჩაში მივდივარ, ცარიელი ახლა არავინ არ არის, დილაა წარმოიდგინეთ სკოლაში მივდივარ. და უცებ მესმის სიცილი. მამა, ხა რუსულად ვიტყვი ბოდიში, იმიტომ რომ ზომერი გადავთარგმნი თუ გინდა. კი ბატონო. მამა, посмотри, пионерка крестится. ებრაელების უბანია და ეტყობა ვიღაცა ებრაელი ბიჭი ახალგაზრდა გამოვიდა დედა სადღაც ყავას ხარშა და გადმოიხედა და ესავს რომ გოგოს ხელსახვევი უკეთე და გამწარებული პირჯვარს იწერს და მიდის. ეს არ დამავიწყდება არასოდეს. ბატონო, არაჩვეულებრივი კინოკადრია. და ესე იგი დედა შეხედე პიონერი მას პირჯვარს იწერსო. და აი უკვე მე გააზრებულად როდის მოვიდა და როდის დაუახლოვდით. იცით რა, უფრო გვიან მოხდა ესეც, იმიტომ რომ მე იმ პერიოდის ესე იგი ახალგაზრდა ვარ, როცა მსახიობებთან რაღაცა ესეთი დისტანცია იყო ეკლესიაში მისვლაზე. მე რაღაც ესეთი შემთხვევაც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი შევიდა ეკლესიაში და იქიდან გამოაგდეს. შენახ რა გინდაო? ნუ მიახლოებით რაღაც ესეთი პერიოდი იყო, ეხლა ყველა ერთნაირად ხო არ არის, არა, რაღაცა ესეც იყო. და ამიტომ დიდხანს ესეც ამპარტავნებაა რა გონიათ, ეხლა შედი და გამოგაგდოს ბოლო-ბოლო თუ შენ მერთან მიდიხარ, სხვაგან შედი, კიდე შედი, მაგრამ როცა შენ არ ახარ ეკლესიური ახალ ნაბიჯებს გავს, ყველაფერი დაბრკოლებად გეჩვენება, ხო, აი ეს შენი რაღაცა ამპარტავნება არ გა როგორ ვინ ახარ გამოგაგდეს სტადის სხვაგან და ასე შემდეგ. და ამიტომ დიდხანს მქონდა ეს აი რაღაცა ჩაკეტილობა, რომ როგორ მივიდე ახსარება, როგორ ჩავაბარო, უცებ რომ მითხრან რომ წადი აქედან, ან რაღაც ასეთ. და მე ესეთი ჩემს გარშემო ხელოვნების წარმომადგენლები, რამდენიმე ადამიანი მე ვიცოდი რომ უკვე დადიოდნენ ეკლესიაში. ეს იყო ოთარ ლითანიშვილი უმცროსი რეჟისორი, მაგრამ მსახიობი არ იყო, რეჟისორი იყო. ნუ ჩემი ნიანო სუხიშვილი, რომელიც აქტიურად დადიოდა და აი იმათ მითხრეს რომ კარგი რა, წამოყვებიო და მიდი, ნუ რა უნდა ხა მივედი იქამდე რომ გამომაგდებენ ეხლა რა ვქნა და წავალ სხვაგან ან რაღაც.
და აი გადამაწყვეტინეს მათ და მე იგივე მოძღვარი მყავს დღესაც. ვისთანაც მაშინ ვიყავ. ვისთანაც მაშინ მივედი და პირველად აღსარება ჩავაბარე და ზიარება. ვინ არის მეძღვარი გვეტყვი? რა ვიცი, იქნება არ უნდა რომ თქვა, ამიტომ ხო. კეთილი, კი ბატონო. დავტოვოთ ესე. დავტოვოთ ესე, კი ბატონო. ხო და რას ვამბობ, რომ პირველი როცა მივედი, რომ დავილაპარაკე. დიახ. ესეთი რაღაცა მითხრა, რომ თუ შენ ეს გადაწყვიტეო, მაშინ შენი პროფესია ამაში ძალიან შეგიშლის ხელსო და მზად ხარო, რომ რაღაც რო იყოს, რომ დაანებო შენ პროფესიას თავიო. კი, აი ესეთი ის იყო. და ეხლა კი არ გეუბნებიო, რომ წადი და დაანებეო. მე გეუბნები, რომ თუ ამისთვის მზად ხარ, თუ ეს საჭიროება დადგება. იფიქრე ამაზეო და მოკლედ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და მინდა გითხრათ, რომ როცა მე აქამდე მივედი, რომ მზად ვიყავი, რომ დამენებებინა. მაგრამ უკვე ამასობაში ჩემ მოძღვარი ძალიან თანამედროვე მოძღვარია ის ჩემ ფილმებიც ნანახი ქონდა, სპექტაკლებზეც დადის და როცა მივედი უკვე და უთხარი რომ იცით რა აი რაღაცნაირად გაორებულად ვარ თქო, რაღაც სუნგონია რომ რაღაც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ და მიშლის ეს და აი მზათა ვარ თქო. და მაშინ მითხრა რომ არაო, მე არ გაძლევ ამის უფლებას, იმიტომ რომ შენ მერე თუ ასე არ დაიხარჯები, როგორც ეს არის შენი ნიჭი, შენი ტალანტი, რაც მე მოგწა. და თუ შენ ასეთნაირად რამე სხვა საქმეს მოძებნი და დაიხარჯები, იგივე ნაირად როგორც აქ იხარჯებ, მაშინ შეიძლება ამაზე ვიფიქროთო, მაგრამ თუ შენ ამას ვერ გააკეთებ, მე ღმერთზე იქნები განაწყენებულია. სულ ცოტაა ძალიან. კი, და ამიტომ შენ ეს შენი ნიჭია და შენ გასაგებია რომ რთულია, მაგრამ შენ შეეცადე რომ ეს ყველაფერი შეათავსო და ასე იყო. დღემდე ათავსე. იმიტომ რომ მე ვიცი რომ დღემდე ხართ აღსარებელი, მაზერებელი, არაერთხელ შევხვედრი ვარ სტუდიოზე, მათ შორის ბოდბეშიც ტრადიციულად. ბატონელი, ცოტა ისეთი მესმის რომ არასასიამოვნო კითხვა უნდა გისვა. ცოტა ხნის წინ ძიმე ტრაგედია გადაინდა მეუღლის გარდაცვალება, თქვენი კოლეგა მეუღლიდან გასაგებია ეს რა ტკივილია. აი თქვენი სულიერება, თქვენი ეს ეკლესიასთან ღმერთთან ურთიერთობა, დაგეხმარათ ამ ტკივილის გადატანაში? რა საკვირველი, ნებისმიერ ტკივილის გადატანაში უფალი რო არ იყოს, ჩვენ ძალიან უსუსურები ვართ, რომ ეს გადავიტანოთ. და რამე რაღაცა ისეთ განსაცდელში არ ჩავიგდოთ თავი ამის გამო, თუ ის არ გეხმარება. რაღაცას ვიღაცას არ დავაბრალოთ. გმობაში შეიძლება დავიწყო. კი ბატონო, და ამიტომ რა საკვირველი ეს ერთადერთია, რაც ადამიანს შველის და იმედს აძლევს ნებისმიერ მძიმე სიტუაციაში. აი რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ ღმერთთან ურთიერთობაში, ეკლესიურობაში? ეს ცხოვრების წესია, მე ესე მგონია. აი ეს კაი რამე თქვით, კი. კი. ეს ან არის, ან არ არის. და იცით რა, ისიც არ ვთვლი მე ესე ძალიან ბევრი ადამიანი ხოლმე მშურს იმდენად, შეიძლება ეკლესიური არ არის, მაგრამ ჩემზე უფრო ახლოს არის ღმერთთან, ესეც ხდება ხოლმე. ამიტომ ცხოვრების წეს გულისხმობთ? დიახ. ხო, ამიტომ ეს აუცილებელია, როცა ამბობენ, რომ იცი რა, მე ხო მაინც მორწმუნე ვარ, ეკლესიაში არ დავდივარ, თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ეს აუცილებლად ერთად არის. რა თქმა უნდა. და ამის გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ დავდივარ, აღსარებას ვაბარებ, რომ ვიღაცას უკეთესი ვარ. შეიძლება დღეში იყო ცოლიერ, ვიდრე რომელიც არ დადის. ნამდვილად, და ვიცით, ბოლოს ვინც მოხდა იქ და კი ბატონო, კი ბატონო. ასე რომ მე ვფიქრობ ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესია, უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა და ყველა ჩემი ტკივილი, ყველა ჩემი სიხარული გადაბმულია, ეს ერთად არის. აი უშუალოდ ღმერთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ღმერთს ვერ ვხედავ ჩვენ, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობას თუ არ გვაქვს, მაშინ ამაუვათ ადარშიერების და მოძღვარიც და ყველაფერი, მაშინ ხდება ფარისევლობა და გაკერბება და ფანატიზმი. აი ამ ცოცხალი შეგრძნება რამდენჯერ მომეც გიგრძნიათ, რომ აი ღმერთი თქვენთან ხელი უკიდია თქვენ. ხო, ეხლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ რასაკვირველია, ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში მიგრძნია ცხადად. და მე რასაც შეეხება აი ცოცხალ შეხებას, აი ჩემ მოძღვარზე როცა ვლაპარაკობ, ის სწორედ ამისკენ არის, მუდმივად აი პულსზე უჭირავს, მრევლის პულსზე ხელი და თუ რაღაცა ხანდახან მას ძალიან სიმკაცრესაც აბრალებენ, პირდაპირობასაც, ხანდახან მტკივნეულია ის, რასაც გეუბნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე მივყვებით და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ სწორედ აი ეს ცოცხალი სარწმუნება შევინარჩუნოთ და არა რაღაცა ფანატიზმი და რაღაცა გაკერბება. ამის საშიშია. ეს ძალიან საშიშია.
ეგ საშიშია. რა თქვენ თავში თქვით, რაც მოძღვარმა მითხრაო, რომ რუდადგეს საჭიროება თუ დათმო პროფესიაზე. პირიქით ხო არ მოხდარა, რომ შეიძლება თქვენი საყვარელი პროფესია, თქვენი საქმე, თქვენი სამსახური, მოდი ასე ვთქვათ, დამდგარა საკითხი ან ფიქრი, რომ შეიძლება პირიქით ხელს უშლის ამას ის რომ თქვენ ეკლესიური ხართ, ის რომ რაღაცა ამ ცხოვრების წესით ცხოვრობთ, იმიტომ რომ ბევრს ესე გონია, რომ აი მე მინდა, მაგრამ ხელი თავს ხო ვიმართლებ ხოლმე ჩვენ რომ მივლიდი, მაგრამ სულ ვიმართლებ. ეს მომენტი აი ფიქრი დონეზე მაინც დამდგარა? რა მხრივ რომ ჩემი პროფესია შეიძლება პირიქით პროფესიას უშლის ხელს ეკლესიური. არა ეს არა იქ არჩევანი ისეთია რომ აი არც დავაყენებ გვერდში. მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ისე მიყვარს თეატრი რომ მე სამსახურსაც არ ვეძახი ამას. ხო, ცხოვრების ნაწილია. ეს მწვენია, სულ ვამბობ, მწვენია რომ ამ ხნის ქალს მეძლევა საშუალება ამდენი წელი ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ეს ისეთი ბედნიერებაა, როცა არ ეძახი შენ საქმეს სამსახურს. მიუხედავად ბევრი ღელვისა და მიუხედავად ბევრი ტკივილისა, როცა გიხარია, რომ ამ საქმეში ხარ და რაღაცას აკეთებ. წვალებას გულისხმობ, ეს ცოტაა სიხარული, უფრო მეტი წვალება. ეს მარტო სახეობრივი მომენტი რა წვალებაა. ხო, იცით რა, ეხა იმ შეკითხვას რომ დაუბრუნდე, სხვათა შორის, აი ბატონ მიშასთან მივალ. ბატონი მიშა მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური არ იყო, ანუ ასეთი ეკლესიური. აი მაგალითად ბიბლია და სახარება, ხო? აი ესეთი კარგად ბატონ მიშასგან ვიცით, იმიტომ რომ ისევე როგორც თემურ ჩხეიძე ალბათ ბატონ მიშას მოწაფეა და იცით რომ ეს სპექტაკლს არ დავდგავ თუ საქმეში ერთნებაზე მაინც უნდა იყოს. ასევე იყო, ამას არ ამბობდა ბატონი მიშა, მაგრამ ყველა მისი სპექტაკლი გაჟღენთილია ამითი. თავიდან ბოლომდე. და ეს მხიბლავს სწორედ მასში და ეს მომწონს. ამიტომ, როცა ამბობთ, რომ ხო არ უშლის, არ ამგონია, თუ მე ეს ტალანტი უფალმა მიბოძა, მაშინ მე ამის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენო ეს ყველაფერი. და ყველა სათქმელში მე ვარჩევ რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ რაღაცა წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ის, რასაც ვაკეთებ. და რასაც ვაკეთებ იმ როლებშიც, ყოველთვის ვეძებ ამ გამართლებას. რომ აი რასაც მე ვამბობ, ეს სასიკეთოა თუ პირიქით. ხო, აი როცა უარყოფით როლებსაც კი ვთამაშობ, ხო, იქაც ვეძებ ამას, რომ რაღაც ხიბლში კი არ ჩავაგდრო ეს უარყოფითი რაღაცას როცა ვაკეთებ, რომ ვიღე რა კარგია. ხო, პირიქით იქაც რაღაცა ისეთი კუთხით დავანახო, რომ დაფიქრდეს, რომ ეს ესეთი არ უნდა იყოს. არა. ხო, ჩვენ ახლა ზუსტ იმას ლოზუნგებს ვერ მივცემთ, ვერავის საფიქრალს უტოვებთ. მაგრამ საფიქრალის დონეზე ყოველთვის რასაკვირა პირიქით ის კი არ მიშლის ის მეხმარება რომ ეს სწორი გზით ვიარო ჩემ პროფესიაში. მაშინ ესეთ რამეს გითხავთ, მისმის რომ ცოტა რიტორიკულიც არის ეს კითხვა, ცოტა რთულიც და შეიძლება ბანალურიც. აი ამ გადმოსახედიდან დღეს დღევანდელ რეალობაში თეატრის როლი, თეატრის ფუნქცია, თეატრის ძალარაში მდგომარეობა. თქვენთვის როგორი უნდა იყოს დღევანდელი თეატრი? პირველი რომ არ ტყუოდეს. ეს ჩემთვის აი მე მაგაზე აცრილი ვარ, რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრებაში ხანდახან ტყუოდეს, ვიღაცის სასიკეთოდ, არ არის ეს გამართლება ხა, რასაც ვამბობ, მაგრამ ხო, რომ ვეძახით, რომ აი იმიტომ ვთქვი, რომ არ ეწყინოს, იმიტომ აი ხანდახან ხდება მეც ესე დამართნია, რომ აი გავჩუმებულა რაღაც რა, აი მე არ ვაწყე, ნუ კარგია ხა კი, მაგრამ სცენაზე ტყუილი სირცხვილია, მიუღებელია, გამორიცხული. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ აცრილი, რომ ეს არ შეიძლება სცენაზე ტყუილი. პირველი ეს. მეორე, აუცილებლად შენ ადამიანებს რაღაცა შენი დადებითი ენერგია უნდა გადასცე, როცა გიხარ სცენაზე და რაღაც სათქმელი უთხრა, რომ წავიდეს და იფიქროს. ამიტომ აი კორონას დროს გამიჩნდა ეს აზრი, გახსოვთ, რაღაც ყველა ჩავარდა ისეთი, მაგრამ თეატრი აღარ იქნება და მე მაშინვე ვფიქრობდი, რომ თეატრს ვერ მოერევა ვერაფერი. ვერაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვჭირდება ცოცხალი ენერგია, ცოცხალი გადაცემა, გადმოცემა, ურთიერთობა, თვალში ჩახედვა, რაღაცა იქიდან წამოვიდა, მე აქედან რაღაც. ეს ჩვენი ადამიანობის მანიშნებელია. ამიტომ თეატრი ვერასოდეს ვერ გადაშენდება, ყოველთვის გვექნება სურვილი, რომ ვიღაცას გაუზიაროთ და იმან მიიღოს და რაღაცა იქიდან გადმოგწეს, იმიტომ რომ თეატრის ხიბლი ხო სწორედ ეს არის. კინოსთან შედარებით, ხა კინო არაჩვეულებრივია.
გუშინ ვიყავი სხვათა შორის საღამოზე, არაჩვეულებრივი საღამო იყო, ნიკამ გააკეთა და ორმა ნიკამ, კი ბატონო და იქ ქალბატონ ვერიკოს უსმენდი და ის ამბობდა, კინოს ადარებდა და თეატრს. და ეს კამერაო, ჩემთვის მკვდარიაო. ვერაფერს ვერ შვებიო და როგორც კი დარბაშიო სუნთქვას ვიგებო და იქედანო რაღაცა მოდისო, მე ვიფურჩქნებიო. და ეს არის თეატრის ხიბლი, ძალიან დიდი. კარგი გაგებით, როცა ჩვენ ადამიანები იქეთა მხარე და აქეთა მხარე ვერთიანდებით რაღაც საკითხზე და ერთმანეთს ველაპარაკებით უჩუმრად, ისე რომ არავინ არ იცის, თითქოს ვიყენებ დრამატურგის ტექსტს, რეჟისორის ჩანაფიქრს, მაგრამ სინამდვილეში რამდენჯერ ყოფილ ხარ სპექტაკლზე, როცა რაღაცა შეხედე და ის გაქრა და შენ წახვედი და შენ ამბებში წახვედი. ალბათ ეს არის ამისი სიძლიერე და ამისი ძალა. მაშინ ის გადამჩენია მე დაგტოვოთ, იმიტომ რომ სულ მალე ეს ურთიერთობა დაიწყება თქვენი მაყურებელს და ხელს არ შეგიშლით. ძალიან დიდი მადლობა. ჩემს დიდ პატივისცემას გიფიქსირებ და მიხარდა და ბევრი წელი, ბევრი როლებით გაგვახარეთ. აი ამ ურთიერთობებით რაც ახლა ელაპარაკეთ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. მორჩით. თან მიშამ გითხაო რა არა ბარებო რაღაცა და არა მეთქი და რა ვიცი ესე მოკლედ მოხდა და ჩავაბარე.